კომპანიებს, რომლებიც საწარმოო პროცესში შესაფუთ მასალებს წარმოქმნიან და იყენებენ, ნარჩენების გადასამუშავებლად ხარჯების გაღება მოუწევთ. ამას ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მეწარმეებმა შესაძლოა ფონდი ან ასოციაცია შექმნან, იქ თანხები გადარიცხონ და ამ გზით ნარჩენების გადამუშავება დააფინანსონ. პარლამენტის მიერ კოდექსის მიღების შემდეგ კომპანიებს ახალ რეგულაციებზე გადასასვლელად დაახლოებით 3 წლიანი პერიოდი ექნებათ. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი მეთოდი, რომელიც საქართველოს არსებულ რეალობას წაადგება და მოერგება. ეს არის ზოგიერთ ქვეყნებში არის რომ მეწარმეები თვითონ მეწარმეებისგან გაერთიანებული ფონდი იქნება, სადაც ეს თანხები აკუმულირდება და ისინი გარკვეულ აქტივობებს ამ კუთხით ანხორციელებენ. ეს თანხა უკვე გარკვეულად მიმართულია კონკრეტულად ამ შესაფუთი ნარჩენების შეგროვებაზე, გადამუშავებაზე, რეციკლირებაზე, აღდგენაზე.